მთავარ პროკურატურაში ნინო ბურჯანაძე დაიკითხა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი საგამოძიებო უწყებაში დღეს 2 საათზე მივიდა. მთავარ პროკურატურასთან არის ჩვენი კორესპონდენტი თამარ გოგესაშვილი. თამარ, ხომ არ გაუკეთებია ნინო ბურჯანაძეს კომენტარი საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ? მთავარ პროკურატურაში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მან განაცხადა, რომ გამოძიების მხრიდან იგრძნობოდა დიდი ინტერესი ამ საქმის ობიექტურად გამოძიებასთან დაკავშირებით. ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ გამომძიებლებს გადასცა 30 კაციანი სია, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ გამოძიებას ჩვენება მისცენ. 26 მაისთან დაკავშირებით ამ სიაში არის მისი მეუღლე და ასევე ნინო ბურჯანაძის შვილი. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით ის ასევე ესაუბრა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს. ის იმედოვნებს, რომ საქმე გამოძიებული იქნება ობიექტურად და გამოძიების პროცესი დასრულდება უახლოეს მომავალში. ნინო ბურჯანაძე არ ასახელებს კონკრეტულ გვარებს, ვინც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება აქციის დარბევასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები აუცილებლად შეთანხმებული იქნებოდა ქვეყნის პირველ პირთან მიხეილ სააკაშვილთან და ასეთ ბრძანებებს გასცემდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მან გამოძიებას კიდევ გასცეს კითხვებზე პასუხი. დიდი მადლობა, მთავარი პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ გოგესაშვილი საუბრობდა.